როდესაც მე ვლაპარაკობდი, რომ ასეთი სკოლა არსებობს, ასეთი სკოლა გვინდა და ასე შემდეგ, მე არ ვიცოდი ეს როდის მოხდებოდა. და დღეს უკვე ფაქტობრივად შემიძლია გითხრათ, რომ ეს უკვე მოხდა. ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ხალხო სკოლას ვაკეთებთ. ისეთ სკოლას ვაკეთებთ, რომელშიც არ გვინდა რომ კომპრომისზე წავიდეთ. ანუ არავინ არ გვინდა რომ მოვატყუოთ, არის მაგალითად მარეგულირებელი მოვატყუოთ, რომ რაღაცა ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მუშაობთ და სინამდვილეში არ მუშაობთ და რაღაცა სხვა გავაკეთოთ. უბრალოდ აი რასაც ფიქრობთ, რაც გონია რომ აბსოლუტურად სწორია, ესეთი ტიპის სკოლის გაკეთება მოვინდომეთ. ამ ტიპის სკოლის მოდელად წარმოვიდგინეთ თვითმართვადი განათლება, ანუ ბავშვების მიერ თვითმართვადი განათლება, რომლის მიზანი, აი მთავარი მიზანი, რომ წარმოგადგენინოთ ჩვენი სკოლის, არის ის, რომ ბავშვები ნაცვლად იმის, რომ რაღაც უცნაური გამოცდებისთვის მოვამზადოთ პრუსიული მოდელის, აი ბისმარკმა რო შექმნა პირველად საჯარო სკოლების სისტემა გერმანიაში, იმისათვის, რომ საუკეთესო ჯარისკაცები, აი მორჩილი ჯარისკაცები მოემზადებინა და ეს ის პერიოდია, როდესაც ინდუსტრიული რევოლუცია უახლოვდება დასავლურ ცივილიზაციას და მერე შესაბამისად ეს მოდელი გავრცელდა არა მარტო ევროპაში, არამედ აი ამერიკაშიც კი გავრცელდა. აი ესეთი მოდელით ვასწავლით ბავშვებს, ვამზადებთ რაღაცისთვის, აი როგორც ქარხნის მუშებს, როგორც არ ვიცი იდეოლოგიურად დაშტამპულ ადამიანებს, რაც მერე საბჭოთა კავშირმა იგივე მოდელი გამოიყენა. ოღონდ ამ ქვეყნებში შეიძლება ამ განათლების სისტემის მიზანი ცოტათი განსხვავდებოდა რა. მაგალითად იმას ბისმარკს თუ ჯარისკაცები უნდა და საბჭოთა კავშირს უნდა და მორჩილი, აი კითხვა რო არ უჩნდება ესეთი მოქალაქეები. ეს სისტემა გვაქვს დღემდე საქართველოში. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აი ჩვენი შვილები როგორ უნდა გავზარდოთ. ჩემი აზრით, რაც ყველას გვაერთიანებს, კოცებსაც, ნაცებსაც, გილჩებსაც გვაერთიანებს, რომ საკუთარი შვილები მინიმუმ ხო გვიყვარს. და საკუთარი შვილებისთვის ხო კარგი გვინდა. თუ რამე არის ამ სიტუაციაში პოლიტიკური პარტიის კი არა დამოუკიდებელი ადამიანების მიერ გასაკეთებელი, რაც შეიძლება იყოს ღირებული, გარდა იმ სიტყვისა, რომელსაც ისედაც ვიძახდით და რას ვიძახდით სიტყვიერად. ჩვენი პოზიცია განათლებაზე არის მარტივი, რომ ბავშვები უნდა მოვამზადოთ არა რაღაც ფორმალური რაღაცა ამოცანების, როგორც არის მაგალითად უმაღლესი ჩაბარება, რაღაცა გამოცდის ჩაბარება, ატესტატის მიღება, რა ვიცი, დიპლომის მიღება, მაგისტრატურის დამთავრება იქნება თუ დოქტორანტურაში სწავლა, ეს არ არის ღირებულება. შენ თუ იცი, რომ ამ ქვეყანაში უნივერსიტეტები ვერ ამზადებენ სტუდენტებს რეალური ცხოვრებისთვის. შენ თუ იცი, რომ სკოლას რო ადამიანი ამთავრებს, მას არ შეუძლია, რომ ელემენტარულად წარმოდგენა ქონდეს საკუთარი ცხოვრება როგორ უნდა დაგეგმოს. აი ასეთი საზოგადოება გვაქვს. ამ თემებზე ბავშვები არასოდეს არ მსჯელობენ სკოლაში. ანუ არ არსებობს რაღაცა საკითხი, თემა, რომელზეც რა ვიცი ისინი სერიოზულად დასწრებენ და იქ ბავშვი ლაპარაკებენ. ანუ რაღაცა გაგებით ის ტყუილი, რომელიც ქუჩაშია, რომელიც ჩვენს ტელეარხებზეა, მეინსტრიმულ ტელეარხებზეა და ასე შემდეგ, ჩვენ სკოლებშიც არის შესული. ოღონდ როგორ ხდება ამ სისტემის შენარჩუნება, ხო? ამ სისტემის შენარჩუნება ხდება ისე, რომ უზარმაზარი თანხა, რომელსაც გადასახადების სახით სახელმწიფო გვართმევს მთელ მოსახლეობას, მერე ის წვეთს, როგორ უნდა ამ ფულით, ჩვენს მიერ გადახდული ფულით, ჩვენი შვილები გაანათლოს. ვითომ ვაძლევთ განათლებას. მეორე ესე იგი საკითხი, რომელიც აი გარდა ფულისა, ანუ ამ სისტემას იჭერს, არის რეგულაციები. ანუ რეგულაცია რა არის, რომ შენ გინდა თუ არა ასე უნდა გააკეთო. აი რაღაც წესრიგი არსებობს, რაღაც ადრე ეროვნული სასწავლო გეგმა ქვია ამას რაღაც ისე. და აი გინდა თუ არა აი ამ წესრიგით უნდა მოიქცე. მაგალითად, მასწავლებელი უნდა იყოს იმ 60,000 ადამიანიდან ვიღაცა, რომელსაც სახელმწიფო ნება მიცა, რომ შენ შეგიძლია მასწავლებელი იყო და სხვა ვერ იქნება. წიგნი უნდა იყოს სასწავლო ის, რომელსაც სამინისტრომ ნებართვა დართო, რომ ამ წიგნით შეიძლება რომ მოსწავლეებს ასწავლო. გეგმა უნდა იყოს ესეთი, რომ რა ვიცი, ბავშვები რაღაც კვირაში ამდენი საათი გეოგრაფიას უნდა სწავლობდნენ, ამდენი საათი ისტორიას უნდა სწავლობდნენ, ამდენი საათი რაღაცას უნდა სწავლობდნენ, რა ვიცი, მათემატიკას უნდა სწავლობდნენ და ეს ბავშვები რაღაც კონკრეტულ ასაკებში, რა ვიცი, 7 წლის ბავშვებისთვის ასეთი საკვირა კვირის პროგრამა,
რაღაც 10 წლის ბავშვებისთვის, შემდეგი და ყველა 10 წლის ბავშვისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. სადღაც 630,000 მოსწავლე არის ქვეყანაში დღესდღეობით. ანუ 6.9 მილიონზე მეტი ბავშვი მიუხედავად მათი უნიკალურობისა, მათი განსხვავებულობისა, ასე სწავლობენ. მით უმეტეს არავინ არ ითვალისწინებს იმას, რომ რავი, სამყარო იცვლება, ტექნოლოგიურად იცვლება, ახალი ინსტრუმენტები ჩნდება, რომლითაც განათლების მიღება შეიძლება, არ ვიცი, რაღაც მრავალფეროვნება არსებობს, რა ვიცი, მასკი თავის რაღაცას აკეთებს განათლების სფეროში, უამრავი ენთუზიასტია, უამრავი ახალი პროექტი ჩნდება, არ ვიცი, მაგალითად, პეტერსონმა თავისი აკადემია დააფუძნა ონლაინ, რომელშიც სურვილის მქონე, მართლა განათლების სურვილის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, რომ ონლაინ ისწავლონ ძალიან იაფად. მასკი აცხადებს, რომ დიპლომები მას საერთოდ თანამშრომლობისთვის საერთოდ არ ჭირდება. ანუ მე საუკეთესო დამსაქმებლებს ვიძახი და რავი, უამრავი ადამიანი უნივერსიტეტს ანებებს თავს და მე საშინლად წარმატებულია ცხოვრებაში და ზუსტადაც იმიტომ ანებებს თავს, რომ ბევრად მნიშვნელოვანი გონია იმ საქმის გაკეთება, რაც მას აინტერესებს და რაც მას უნდა რომ გააკეთოს. ჩვენ როგორც პოლიტიკურმა პარტიამ ამის უფლება მივეცით თავს. მივეცით უფლება თავს, რომ ისეთი პროექტი გაგვეკეთებინა, რომელიც საერთოდ გასული იქნებოდა აი ამ სავალდებულო უცნაური მოთხოვნებიდან. ანუ ჩვენი სკოლა მნიშვნელოვნად კი არა, ყველა კომპონენტში ფაქტიურად განსხვავდება. ეხლა მე რაც ჩამოვთვალე, აი როგორია ჩვენი სკოლის მისია. ჩვენი სკოლის მისია არ არის გამოცდის ჩაბარება, ჩაბარებისთვის მომზადება. ჩვენი სკოლის მისია არის რეალური ცხოვრებისთვის მომზადება. აი მართლა ქუჩაში რაც ხდება, იმის გარკვევა, იმის ცოდნა, აი მაგისთვის მომზადება. ზუსტად ასე ამერიკაში არსებობს სკოლების სისტემა, რომელსაც აი ზუსტად იგივე იდეოლოგია აქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე წარმოდგენები აქვს ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვქონდა, რომ მშობელი ამ თავარი, რომ მშობელი უნდა წვეტდეს საკუთარი შვილის როგორი განათლება უნდა რომ იცეს, იმიტომ რომ ამ თვალსაზრისით უფრო გულშემატკივარი ადამიანი ბავშვისთვის ფიზიკურად არ გვეგულება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სკოლაში არანაირი რაღაც პოლიტიკურ შეხედულებებს არ ქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა და ამ სკოლაში ბავშვები მოიყვანონ ამ საზოგადოების ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანმა. ქოცები იქნებიან ეს, ნაცები იქნებიან, იმიტომ რომ ეს ხალხი ერთმანეთისგან ხო არაფრით არ განსხვავდება. აი რო დაფიქრდეთ მაგალითად, აი ქოცებს და ნაცებს საკუთარ შვილებთან მიმართებაში, ან ღირებულებებთან მიმართებაში, რამე განსხვავებული უნდათ? ჩემი აზრით არ უნდათ. ყოველ შემთხვევაში იდენტიფიცირებულიც კი არაფერი არ არის. ანუ ერთადერთი იდენტიფიცირებული არის, რომ ერთ ნაწილს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, რავი, ვიღაცა ერთი ბელადი გონია საყვარელი და გმირი და მეორე ნაწილს ვიღაც სხვა კაცი გონია ისე კი სანდო და გმირი და რა ვიცია, ასე შემდეგ. ანუ კერპთაყვანისმცემლობასთან არის საქმე. ანუ ამ სკოლაში კერპთაყვანისმცემლობის ადგილი არ არის. ამ სკოლაში ადგილი არის კრიტიკული აზროვნებისთვის. და კრიტიკული აზროვნება რა არის, რო დაფიქრდეთ? ანუ რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება? კრიტიკული აზროვნება იმას ნიშნავს, რომ ადამიანების დიდ ნაწილს რაღაცის რო ჯერა, ან პირველად რომ მიიღებს ეს შაბლონურ პასუხს ვიღაცისგან თუნდაც, შენ დაფიქრდე და საკუთარი აზრის, აი იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც შენ გაგაჩნია, ან ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც შენ მოიძიებ, საკუთარი დასკვნა გააკეთო, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს უმრავლესობის წარმოდგენას. რა მაინტერესებს, რომ ამ ბავშვების თვალებით დავინახო ჩვენი საზოგადოება და შეიძლება ამ ბავშვების თვალით დანახულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრ ადამიანს გაუხილოს თვალები. ჩვენ ამათვის სწორის და არასწორის სწავლებას კი ეგრევე პირდაპირ კი არ ვაპირებთ. ჩვენ ამათვის ვაპირებთ ძალიან ბევრი კითხვის დასმას და ამ მეთოდს, რომელსაც ექტონის აკადემია იყენებს, ზუსტად სოკრატული მეთოდი ქვია. და სოკრატული მეთოდის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ რაღაც რო გონია, რომ იცი,
და ამის შესახებ თუ სწორ და ადეკვატურ კითხვებს დაგისვამენ, შეიძლება აღმოაჩინო, რომ უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვს საკითხზე. და ამოცანაც ეს არის, რომ ბავშვებს თვითონ გავარკვევინოთ ის საკითხები, რომლებიც მათ აინტერესებთ და მათ შორის, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენთან რომ მოვლენ სკოლაში, ზეგ ვერ დაიწყებენ რა ვიცი, სასამართლო სისტემაზე ლაპარაკს, მაგრამ ზღაპარს წაიკითხავენ. ამ ზღაპართან დაკავშირებით აზრის გამოთქმა შეეძლებათ. კომბლე კაი კაცი იყო თუ ცუდი კაცი იყო, გაარჩევენ. ანუ კითხვას დაუსვათ, რომ რავი, კაცი რო ფეხი გადადებული რო საკუთარ ცხოვრებს ელოდება. პასუხისმგებლობას რო არ იღებს თავის საქმეზე. რანაირად შეიძლება კაი კაცი იყოს? მე ყოველ შემთხვევაში ბავშვი რო ყოფილიყავი, კომბლეს ესე შევხედავდი. რომ აი, რა ვიცი, კომბლია, რა ვიღაც ტიპია, რომელიც საკუთარ პასუხისმგებლობას სიზარმაცის გამო გაურბის. და მე სხვასთან აქვს პრეტენზია. ანუ საკუთარ პასუხისმგებლობას ვიღაცას აბრალებს მგელიაო იძახის. ანუ გელიგა დეგენერატია თვითონ. და ამოცანა რა არის, რომ ამ დასკვნებს ესენი რომ გააკეთებენ, კაცო, უბრალოდ თავისთვის კი არ აკეთებენ, მხოლოდ სხვებს უზიარებენ, რომ დატესტონ, იქნებ ეშლებათ. ხო და ამ დისკუსიაში, რომელიც გვინდა რომ ამ სკოლაში იყოს თავარი საგანმანათლებლო სტრატეგია, ლაპარაკი, საკუთარი აზრის გამოტანა, წერა, კითხვა, ლაპარაკის, ანუ ამ უნარების გამოყენება იმისათვის, რომ მერე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარი გამოუმუშავდეთ და ამას თუ მთელი ბავშვობის განმავლობაში აკეთებენ, ისინი როცა სკოლას დაამთავრებენ, მათთვის უკვე აღარ იქნება რაღაცა პირველი შემთხვევა, რაღაც ოჯახიდან რო გავა ადამიანი, ხო ხვდები და რაღაც დამოუკიდებლად მე მაგალითად რაღაც 17 წლის რო გავხდი სტუდენტი, პირველად მოვწყდი ჩემს ოჯახს და მარტო დავრჩი და რაღაც ვიყურებოდი რა, რაღაც თავი კი შეიძლება გავართვი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რო ვფიქრობ, უბრალოდ წარმოდგენა არ მქონდა სად აღმოჩნდი. ანუ აზზე არ ვიყავი. ხო და რამდენი შეცდომა დავუშვი იმის გამო, რომ აზზე არ ვიყავი უბრალოდ რა ქვეყანაში ვცხოვრობდი. ეს ამერიკული მოდელი იყო ექტონის აკადემია, ესეთი სკოლების ქსელი, რომლებიც აი ფაქტობრივად ერთ-ერთში იმეორებდა იმ ღირებულებებს, ანუ უბრალოდ ატარებს იმ ღირებულებებს, რომელი ღირებულებებითაც მე მინდოდა ჩემი შვილის გაზრდა. ამ სკოლაში აი წეღანა გითხარი, ყველა ის კომპონენტი დაწყებული მასწავლებლის როლიდან, დამთავრებული საგნებით, რომლებიც სავალდებულოა, ყველაფერი საწინააღმდეგოდ არის. ანუ ბავშვი თვითონ არის პასუხისმგებელი, თვითონ ბავშვობიდან ეჩვევა მიზნების დასახვას. რა თქმა უნდა, ეს მიზნები რაღაცა 7 წლის ასაკში სხვა არის, შეიძლება 7 წლის ასაკში იყოს რაღაც იმისი, რა ქვია, კომიქსის წაკითხვა და კომიქსით გართობა და არ ვიცი, რაღაც თამაშების სწავლა და თავის თანატოლებთან თამაში, თავზე უფრო პატარების დახმარება, ანუ რეალურად მიზნების დასახვა, ხშირად შეცდომების დაშვება და ამ შეცდომებზე სწავლა. ანუ ეს არის ამ სკოლის კონცეფცია, თვითმართვადი განათლების სისტემის კონცეფცია, როდესაც მოსწავლე თვითონ ეძებს რა არის მისთვის ყველაზე უფრო საინტერესო. უბრალოდ შენ სკოლა ამის სიტუაციას, ამის ასე ვთქვათ, გარემოს ქმნი და ახალისებ ბავშვებს რომ ეს გააკეთონ. ეხმარები, აი ამ მიმართულებით ეხმარები, კითხვებს უსვავ, ანუ კითხვებზე მუდმივად პასუხების მოძებნის რეჟიმია ამ სკოლის თავარი, ასე ვთქვათ, ხაზი. შესაბამის ამოცანებს უსახავ ბავშვს, რომელი ამოცანის გადაჭრა მას უფრო ეხალისება, იმიტომ რომ ამოცანა ჩვენი არის, რომ ჩვენს შვილებში ვიპოვოთ ის უნარები, რომლებიც მათ სხვა მათი თანატოლებისგან გამოარჩევს და უკეთესად გამოსდით. შესაბამისად, ადამიანი ინტერესის შემთხვევაში ბევრად უფრო, ვთქვათ, ეფექტურად სწავლობს და ეს ზუსტად ამ ამერიკული სკოლის ისიც არის, რაღაცა დადასტურებული სტატისტიკაც არის, როდესაც ისინი თავიანთ მოსწავლეებს აფასებენ და მერე ადარებენ ტრადიციული სკოლის მოსწავლეების, ვთქვათ, მიღწევებს. აი ასეთ სკოლაში ჩვენ ამ კვირაში ფაქტიურად აი ამ ექტონის სკოლასთან
ჩვენ მოვრჩით, ანუ რაღაცა დავასრულეთ ის ეტაპი თანამშრომლობაზე შეთანხმების, რომ მომავალი კვირიდან უკვე ჩვენ გვექნება სრული ხელმისაწვდომობა იმ 16 წლიან გამოცდილებასთან, რომელიც ამ სკოლების ქსელმა დააგროვა. ეს არის ის, რაც აი როგორ გითხრა, ოცნებაში რო გინდოდა რომ საკუთარი შვილებისთვის გაგეკეთებინა და დაკვირვებოდი რომ შენი შვილები როგორ ვითარდებიან. აი ზუსტად ესეთი შესაძლებლობა მოგვეცა.